ნაწილის მჯერა, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს არ იყო ქვის ხანა ან რაღაც 2000-იანი წლები, რომ ენახათ 14 წლის და 9 წლის ბავშვი და ასეთი დაჩაგრული, ობოლი ბავშვი მასე სისტემატურად ძალადობდნენ და იქ მთელ სვან საზოგადოებას არ მოეთხოვა და გვარს არ მოეღო ხმა და იმის ნაცვლად რომ დაეცვა ობოლი დაჩაგრული ბავშვი გაეძევებინათ და ჩაეკოლათ როგორც ეს თავად მთელ მოიხსენებს მთელ სვანეთს. ასეთად მე მესმის რომ აღავთიან რეგიონებში იყო ხოლმე მკაცრი კანონები და ეს მკაცრი კანონები არც ჩემთვის არ არის უცხო. ხო, მე ვიცი რა არის. ვინ მისცემდა გვარს იმის უფლებას, რომ სისტემატიური ძალადობა ან რაიმე ჩაგვრა ყოფილიყო და ბავშვი ნახათ ორსული 14 წლის, 13 წლის, 15 წლის, როგორც თავად ამბობს რა მნიშვნელობა აქვს ზოგჯერ 16 წლის და იმის ნაცვლად რომ დაეცვათ იგი და არ მოეთხოვათ სათანადო პასუხი, მით უმეტეს დღეს ითხოვს, რომ გვარს მოეთხოვს სათანადო პასუხი და იცის ეს რა მკაცრად დაისჯებოდა და გაეძევებინათ და ჩაეკოლათ ყველას. უარი ეთქვა მასე ძმებს, დედმამიშვილებს და ნათესავებს და არავინ ყველა ზურგი ექცია. რატომ? იმიტომ რომ მსხვერპლი იყო? ესე იგი, სადისტი და სასტიკი გამოდის თავად ის საზოგადოება, რომელსაც ის ასახელებს იმ დროში.